ბრიუსელში პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებიან, შეხვედრები გაიმართა დახურულ კარს მიღმა. ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე გვიერთება ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, რა ვიცით ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსების საუბრის შინაარსზე? მოგესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 7 თვეა საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის ევროპულ არჩევანს და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ევროსტრუქტურებმა, როგორც საკანონმდებლო, ისევე აღმასრულებელმა ორგანოებმა ძალიან ნათელი გზავნილები გააკეთეს ქართული ოცნების მიმართ, თუ რა სელიან, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ დაბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ამ პერიოდში არანაირი პასუხი ქართული ოცნებისგან არ არის და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებს აინტერესებს ამ ვითარებაში რა პოზიცია და რა გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიებს. სწორედ ამიტომაც ისინი დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ასე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. დღეს გაიმართა შეხვედრები როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე ორი ძირითადი ევროკომისრის გაფართოების საკითხებში მარტა კოსისა და უსაფრთხოების და საგარეო საკითხებში კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებთან, სადაც სწორედ მიმდინარეობდა ჩვენი ინფორმაციით აზრთა გაცვლა, თუ რა შეუძლია გააკეთოს შემდეგ ნაბიჯად, რა შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ამ შექმნილ კრიზისში და მეორეს მხრივ რა პოზიცია აქვს სწორედ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მათი მოსაზრება და რა განწყობით ჩამოვიდნენ და რა გაიგეს პარტნიორებისგან. ეს ხიდი, რომელიც არსებობდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის, არ ჩაინგრეს ბოლომდე, ხო? იმიტომ რომ ქართული ოცნება ფაქტობრივად ანგრევს ახლა ყველანაირ ურთიერთობას, რაც კი აშენებული იყო წლების მანძილზე და ჩვენი მიზანია, რომ ხალხის გზავნილი ჩამოვიტანოთ, რომ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი, ამ გზას გავაგრძელებთ, აქ ჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, კონკრეტული ქმედებები, მკაფიო ნაბიჯები მათი მხრიდან, მაგრამ გამოსავალი არსებობს. მოვუსმინეთ კაია კალას და ვესაუბრეთ და გადავეცით მას დოკუმენტი გამოსავალზე დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, შემდეგ კოლეგებს შევუერთდით შეხვედრებზე და ასევე გადავეცით მისი აპარატის წევრებს, ისევე როგორც მარტა კოსის აპარატის წევრებს ეს გამოსავალის დოკუმენტი. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლება. ჩვენი ამოცანა და ამ შეხვედრებზე არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობა ერთობლივად ევროკავშირთან და ქართული ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობების განხილვა. მათ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი კონკრეტულად რა ნაბიჯმა, რა ზომამ, რა გამოხმაურება შეიძლება ჰპოვოს საქართველოში როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე რეჟიმის მხრიდან. და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ეძებენ გზას, ეძებენ გამოსავლის გზას, მათ იციან, რომ ეს კრიზისი ასე არ მოგვარდება და რაღაც ნაბიჯებს ამუშავებენ და სწორედ ამაზე აინტერესებდათ ჩვენი რეკომენდაცია. ერთ-ერთი საინტერესო თემა ყველასთვის არის ასევე მომავალი ადგილობრივი არჩევნები. დახურულ კარს მიღმა სავარაუდოდ ამ თემაზეც იყო საუბარი. დღეს კი ევროსკოპს მიეცა შესაძლებლობა ლიეტუვის ყოფილი პირველი დიპლომატისთვის კითხვები დაესვა, მათ შორის, რა თქმა უნდა, როგორ ხედავს ის და რა არის მისი პოზიცია სწორედ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე ლანდსბერგისმა გვიპასუხა კითხვაზე, არის თუ არა დღეს ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საქართველოს საკითხი. ჩემი პირადი აზრია, რომ პროცესის ლეგიტიმაცია არ არის წინსვლის გზა. ამასთან, როდესაც ხალხი ისაუბრებს პოლიტიკაზე, როცა გამოხატული იქნება დაინტერესება, ქვეყანაში სავარაუდო ცვლილებებზე ამის იმპულსად გამოყენება ძალიან მძლავრი გზავნილის გასაგზავნად ოპოზიციიდან, თუ რა არის საჭირო და რა ხდება რეალურად ქვეყანაში, ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება. ახლა საქართველო არ არის ისეთი პრიორიტეტული საკითხი დღის წესრიგში, რადგან აშკარაა, რომ ევროპა მოცულია ბევრი სხვა რამით, რაც ახლა გეოპოლიტიკასა და ვაჭრობაში ხდება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ქართულმა ხალხმა, ვისაც შეუძლია ხმა მიაწვდინოს დედაქალაქებს, ეს აკეთოს მუდმივად. ჩემი აზრით, ასევე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს, პარლამენტებთან, დიპლომატებთან დალაპარაკებით და გზავნილის გავრცელებით, რომ ევროპა კარგავს საქართველოს, საქართველო კი კარგავს ევროპას.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ისე როგორც ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში ამბობენ, რომ ამ ახალი შექმნილი რეალობიდან გამომდინარე უნდა მოინახოს ბერკეტები იმისთვის, რომ გაგრძელდეს დახმარება როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე დემოკრატიული მოძრაობის და გარდა ამისა თავისუფალი მედიის.